მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ერთიანობის მარშზე. იცით, რომ ამ აქციების ფორმატში ბევრი მარში შეიქმნა, სხვადასხვა პროფესიების, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების მარში იყო, ინსტიტუტების, უნივერსიტეტების და ასე შემდეგ. დღესაც რამდენიმე მარშია დაგეგმილი. ქალების მარში იყო გუში და გუშინ იყო ერთი საინტერესო მარში, ასევე ერთიანობის მარში. ეს მარში იყო გამორჩეული იმით, რომ ამ მარში მონაწილეობდნენ საქართველოში ცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ქართველებთან ერთად. მათ შორის სომხებიც, აზერბაიჯანელებიც ერთად და ამან განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სწორედ სომხური თემის და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები იქნებიან დღეს ჩვენი სტუმრები, გიორგი ტუმასიანი და სამირა ბაირამოვა, რომელსაც ველოდებით საცობის გამო გვიგვიანებს, თუმცა გიორგისთან დავიწყებთ საუბარს. გიორგი ჩვენთან ბევრჯერ ყოფილა სხვა ამბულაში, ასე ვთქვათ, როგორც ექსპერტი. დღეს ის როგორც ამ პროტესტის მონაწილე და აქტივისტი იქნება. მოდი დავიწყოთ ამ მარშით, როგორ გაჩნდა ამ მარშის იდეა და როგორ ჩაიარა გუშინ ამ მარშს. მოგესალმებით მერაბ. მთელი ამ 29 დღის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროტესტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კრეატიული და ორიგინალური მეთოდებით დაიგეგმა მრავალი მარში, რომლის მიზანიც იყო ჩვენება სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის თუ რამდენად ერთიანი ვართ ზოგადად ჩვენი საზოგადოება ამ ბრძოლაში დიქტატურის წინააღმდეგ და უკანონო არჩევნების წინააღმდეგ საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეშენების წინააღმდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ გვჭირდება ასევე დემონსტრაცია იმისა, რომ ერთიანი ვართ როგორც საზოგადოება და შევთავაზეთ სწორედ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფები, სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები, ებრაელები, ბერძნები, ასურელები, ქისტები და ასე შემდეგ, მრავალი სხვა ეთნიკური ჯგუფი, აფხაზები, ოსები, ასევე ყველას შევთავაზეთ, ყველა ეთნიკურ ჯგუფს, პლუს რა თქმა უნდა ეთნიკურ უმრავლესობას, ქართველებს, რომ ერთად ასეთი ერთიანობის მარშით დემონსტრაცია მოვახდინოთ იმისა, რომ ჩვენ საქართველოს ყველა ეთნიკური წარმომადგენლის მოქალაქე ამ პროცესში არის ჩართული ერთნაირად და ერთად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ვართ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სადარაჯოზე და ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა, რომ ამას მოჰყვა ძალიან დადებითი რეაქცია ჩვენი საზოგადოების, ისევე როგორც დღეს ვნახეთ ევრონიუსიც იყო სტატია ამაზე და ქალბატონ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს გააზიარა და აღნიშნა, რომ არც თუ ისე ბევრ ქვეყანაში შეხვდებით ვითარებას, როდესაც ყველა ეთნიკური უმცირესობაც უერთდება და მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ამიგეცის ამას ვთქვათ განცხადებას ბარემ რადგან ახსენეთ პროტესტი საქართველოში არც თუ ისე ბევრი ქვეყანა, რომლებსაც თავიანთი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია თუ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. საპროტესტო აქციებში ერთვიან ნიშნულს უახლოვდება მოქალაქეები, მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ, აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ დღეს თბილისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომხი მოქალაქეები საპროტესტო მარშს გეგმავენო. ანუ დღესაც იგეგმება კიდევ ერთი მარში, ხო როგორც ვიხდი და ამასაც გამოეხმაურა პრეზიდენტი. კი ბატონო, ხო, გააგზავნე კი ბატონო, გაგაწყვეტინე. ჩვენ ძალიან მაყოფილი ვართ იმ შედეგებით, რომელიც ამ მარშის ფარგლებში და ზოგადად პროტესტის გაფართოება დღის აქციების მიმართულებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ და ის მრავალფეროვნების ჩვენება, რა თქმა უნდა, რუსული ჰიბრიდული პროპაგანდის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თქვენ იცით, რომ 33 წლის დაიშალა საბჭოთა კავშირი, 13 წლის წინ და რუსეთი ყოველთვის იყენებდა ეთნიკურ უმცირესობებს ქვეყნის წინააღმდეგ, სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ, განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაშიც. 33 წლის შემდეგ ჩვენ იმდენად ძლიერი უკვე სამოქალაქო საზოგადოება ჩამოვაყალიბეთ, რომ ეთნიკური უმცირესობები არათუ საფრთხე არის რუსული ჰიბრიდული პროპაგანდის, არამედ პირიქით სიძლიერე არის იმისა, რომ ვებრძოლოთ რუსულ ჰიბრიდულ პროპაგანდას ყველა ჩვენს ფრონტზე, ჩვენს თემში და საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, თუმცა ხელისშემშლელი ფაქტორი რჩება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, საკონსტიტუციო ორგანოები, მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო და სასამართლო არის პირდაპირ ოკუპირებული რუსეთის მიერ და დღევანდელი განცხადება მოქალაქე პაპუაშვილის
ცხადყოფს ზუსტად მაგას, რომელმაც კიდევ ერთხელ საბჭოთა კავშირი და ევროკავშირი ერთმანეთს შეადარა და საბჭოთა კავშირი აქედან უფრო პოზიტიურ ჭრილში გამოიყვანა. ნათელი არის სად არის დღეს რუსული ჰიბრიდული პროპაგანდის კერა და სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარშები და პროცესი, პროტესტი არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებით ჩვენ გვჭირდება მთელი დღის განმავლობაში პროტესტის მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდა, ისევე როგორც ეს არის პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად ძლიერი ერთიანობის ჩამოყალიბება პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების და რა თქმა უნდა პრეზიდენტის ირგვლივ, რომელიც 29 დეკემბრის შემდეგაც რა თქმა უნდა იქნება ლეგიტიმური. კი ბატონო, ვიდრე პრეზიდენტზე გადავალთ, მანამდე რაღაც პაპუაშვილის ეს განცხადება ახსენებ, არ წავიკითხავ ამ ციტატასაც ჩვენი რადიოსმენელებს. საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით, მოწინავე ქვეყანა ვიყავით ბევრი მიზეზის გამო. პოლიტიკურადაც ჩვენი სათქმელი გქონდა. დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცებს მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა. ერთმა რუსულმა მწერალმა გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებს და ნახევარი საქართველოს ჩადგა მოსკოვში და ბოდიშები ახტევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის. ხმის გამცემი არ ყავთ იმ NGO-ებში, როგორ შეიძლება რაიმე ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, როგორ შეიძლება, როდესაც ადამიანი სუვერენიტეტს აუქმებსო, როდესაც ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიტინგზე დადგომას კადრულობს და ასე შემდეგ. ეს იყო მისი განცხადება. შალ პაპუაშვილი ავიწყდება, რომ ერთია, როცა ერზე ამბობს ვიღაცა ცუდს, ხო, ხა ის როცა გაიხსენა ერთმა რუსმა წერალმა ასტაფიევს გულისხმობს, რომელმაც 80 წლებში რაღაც ოთხრობა დაწერა და ქართველები ცოტა ირონიულად მოიხსენიათ. ახლა რატომ აიგივებს ხელისუფლების კრიტიკას, მთელი ქვეყნის კრიტიკას, ან ახლა ეს არის გაუგვევარი, ხო? ახლა ასტაფიევმა ქართველებს გააკრიტიკა ზოგადად ერი ეთნოსიდან, ირონიულად მოიხსენია რაღაც ჩვეულებები, შეიძლება არ თუ უსაფუძვლოდ, იმიტომ იქ კორუფციაზე იყო საუბარი და მაშინ მოიხსენიათ საქართველოში ძალიან მაღალი იყო კორუფცია, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ახლა ერთია როცა ერს ეხები და მეორეა როცა მთავრობას აკრიტიკებენ და ბრიუსელიდან ახლა ერთი გაგვახსენოს ბატონმა შალვამ, ეს ნიუსი რო წავიკითხე, მესპრილეს გამახსენდა, ხა რა შანაირი შედარებაა, ხო? ხა ადამიანმა ქართველებს დასცინა და ბრიუსელიდან სად უნახავს, ხო? ხა ქართველებისთვის იმას დაეცინოს, ხო? ხა აი ასეთი რაღაც მარტივი პროპაგანდისტული მესიჯები ცდილობენ ხალხის მოტყუებას. ანუ მთავრობას რაღაც აკრიტიკებენ ბრიუსელიდან, ამას აიგივებს პაპუაშვილი იმასთან, რომ ესე იგი ქვეყანას ანძღავენ ან ქვეყანას დასცინიან, თუნდაც მთავრობის კრიტიკა არ შეიძლება. კი და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ნებისმიერი ტიპის ეს სანქციები და შეზღუდვა, ეს ჰიბრიდული მექანიზმის პროპაგანდა, რომელსაც ივანიშვილის რა თქმა უნდა მეთაურობით, მაგრამ მისი მარიონეტები კობახიძე პაპუაშვილი აჟღერებენ, ანტიქართულს უწოდებენ ხოლმე, რაც რა თქმა უნდა არის დიდი სიცრუე, რადგან ეს ანტიქართული კი არა, ანტიივანიშვილის შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ რომ მისი დიქტატურის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ ხედავთ მერაბ საქართველოში უპრეცედენტო მოვლენებს, როდესაც პირველად ჩვენს დამოუკიდებლობის ისტორიაში, მათ შორის პირველ რესპუბლიკასაც თუ ჩავთვლით, გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ, ადრე რომელიც იყო ლეგიტიმური ხელისუფლება, ჩამოაყალიბოს დიქტატურა და მთლიანად აცდა ლეგიტიმურობას, კონსტიტუციურობას და დღეს აყალიბებს საქართველოში დიქტატურას. ეს ძალიან სახიფათო პროცესი არის. სწორედ ამიტომ ამ პროცესში ჩვენ ხედავთ მნიშვნელოვან კონსოლიდაციას არა მხოლოდ რუსეთის ამის უკან, არამედ ავტორიტარული ბანაკის, როგორც ასეთი, ხო? ჩინეთის ჩართულობას და პროჩინურ განცხადებებსაც ხედავთ. ჩემთვის პირადად ნათელია რაოდენ დიდი საფრთხეა. პირველი ეს არის გებელსის სტილის პროპაგანდა საქართველოში, როდესაც ორჯერ ორი ხუთია პაპუაშვილისთვის, როდესაც აყალბებს რეალობას, ოდირის განცხადებას აყალბებენ, პარტნიორების განცხადებებს აყალბებენ, მოქალაქეების განწყობას აყალბებენ, პროტესტის მასშტაბს აყალბებენ, თეთრზე შავს ამბობენ, ანუ ეს არის ძალიან სახიფათო, რა თქმა უნდა, დიდი ექსპერიმენტია, ისე ტყუილად კი არ ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, ზუსტად იყენებს სიტყვებს, რომ ორველის მსგავსი, ანუ მისი წიგნის შესაფერისი რეალობა არის შექმნილი საქართველოს, შეცა აპატიმრებენ სცენას, ნაძვისხეს და ასე შემდეგ. ეს ძალიან სახიფათოა, რადგანაც აქედან ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქს, რომელსაც არ უნდა ძალაუფლების დათმობა და სწორედ ამიტომ უნდა ჩამოაყალიბოს დიქტატურა, წარმოუდგენია, რომ შეძლებს საქართველოში ეს დიქტატურა ჩამოაყალიბოს და როდესაც ჩვენ ვუყურებთ, როგორ მოხერხდა ამის ჩამოყალიბება, მაგალითად, ჩინეთში კომუნისტური პარტია, სადაც მართავს და რომელიც ქართული ოცნების მოკავშირე გახდა ამ პარტიის, ეს არის რა თქმა უნდა ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, კამერებით, მაგალითად სოციალური რეიტინგით მოქალაქეების სრული კონტროლი. ეს არის
სრულად ანტიდემოკრატიული შეზღუდვების შეკრების და მანიფესტაციის. ეს არის რა თქმა უნდა ისეთი სოციალური და ეკონომიკური შეზღუდვები, რომელიც ბოჭავს ადამიანის უფლებებს, საერთო თავისუფლებებს, ინტერნეტის თავისუფლებას მათ შორის. შესაბამისად, უზარმაზარი საფრთხის წინ ვდგავართ, თუ ახლა ეს პროცესი და პროტესტი ივანიშვილს, ანუ პირიქით უნდა მოხდეს, რომ უნდა შევძლოთ ცვლილება, მაგრამ ივანიშვილის იმედია, რომ გატყდეს ეს პროტესტი, რომლის შედეგადაც ასეთი ტიპის ციფრულ დიქტატურის ჩამოყალიბების სურვილი აქვს. სწორედ ამიტომ ეს საფრთხე არის ყველა სოციალური ფენისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობისთვის, იმიტომ რომ ეთნიკური უმცირესობები კიდევ უფრო სენსიტიური არიან ნებისმიერ დიქტატურაში, ეთნიკური უმცირესობები პირველი თავდასხმის ობიექტი არიან და ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში იზრდება პოპულიზმი, იზრდება ეთნიკური ფაქტორების გამოყენება, რელიგიური პოპულიზმი, ანუ ყველა ის კლასიკური სცენარი, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ იმისთვის, რომ არაჰუმანური ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა ჩამოაყალიბონ ქვეყანაში და ეს უზარმაზარი რა თქმა უნდა საფრთხეა, სწორედ ამიტომ ჩემი აზრით ეს პროტესტი და პროცესი არ უნდა შეჩერდეს. კი ბატონო, ზოგადად რას ფიქრობთ აი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ამ პროტესტის მიმართ, ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი, ის რაც ხდება, ხო, ეხლა ჩვენ ხედავთ, ხო, ეს ძალადობა გამოვიარეთ, ასეთ თავდასხმები გამოვიარეთ და როგორ გონიათ, როგორ შეიძლება ეს გაგრძელდეს, რამდენად გაქვთ იმედი, რომ წარმატებამდე მივა ეს პროტესტი, ასე ვთქვათ და ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები. მოდი შეგან დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ იგნორირება ხდება მთელი ამ პროტესტის. პირველ ეტაპზე დაიწყეს ძალადობით, როდესაც ნახეს, რომ ძალადობა არ მუშაობს, შემდეგ ტიტუშკები ჩართეს, არაოფიციალური ბანდფორმირებები, ისიც მიზანს ვერ აღწევს, ამიტომ ახლა გადავიდნენ მთელი პროცესის იგნორირებაზე. აუცილებელია, რომ ტალღა ისეთი გახდეს, იმდენად მძლავრი და დიდი, რომ ამის იგნორირება იყოს შეუძლებელი და უნდა შეიქმნას ვითარება ქვეყანაში, როცა ჩვენ იმაზე კი არ ვსაუბრობთ, როგორ შევთანხმდეთ ივანიშვილთან, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები, არამედ იმაზე, რომ ივანიშვილი იძულებული იქნება ახალი არჩევნები დანიშნოს და მისი ეგრეთ წოდებული პარლამენტი და მთავრობა იძულებული იქნება. მე მახსენდება 2018 წელს სერჟ სარქსიანის შემთხვევა, როდესაც მას კი არ სთხოვეს ახალი არჩევნების დანიშვნა, არამედ აიძულეს პირდაპირ გასულიად მშვიდობიანად ხალხის იმდენი პროტესტი ისეთი ხასიათის და ისეთი მასშტაბის იყო, რომ იძულებული გახდა ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას ქვეყანაში. ეს არის რა თქმა უნდა გამოსავალი, რადგანაც მე ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში. 2016 წლიდან, როდესაც დაშალა ივანიშვილმა კოალიცია, ქართული ოცნება და ერთპარტიული მმართველობა შემოიღო, შემდეგ კოალიციიდან გაწმინდა და მოაშორა წინა 2012 წელს მოსული ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩამოაყალიბა ეს მარიონეტების მიერ მართული ერთპარტიული საბჭოთა ტიპის მმართველობა, სახელმწიფოს მიტაცება მოხდა ყველა ინსტიტუტი, ხო, როგორც აღნიშნე უკვე საკანონმდებლო აღმასრულებელი სასამართლო, ცესკო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ასე შემდეგ ყველა დამოკიდებელი ინსტიტუტი მოიტაცა ივანიშვილმა, ეხლა ამკვიდრებს და აფუძნებს დიქტატურას და შემდეგი ნაბიჯი არის, მე ვფიქრობ, ინსტინქტურად საქართველოს მოქალაქეებს ესმით, რა არის შემდეგი ნაბიჯი დიქტატურის მერე. ეს არის სახელმწიფოს სრული ფლობა. ივანიშვილს უნდა გახდეს საქართველოს ერთპიროვნული მფლობელი, როდესაც შენ ახსენე სომხეთის პროტესტი და იძულებული გახდა, მაგრამ ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება ჯერ ასე ამას არ უყურებს, ხო? რომ რაღაც აი განსაკუთრებით დისკომფორტი თქოს არ გრძნობს ამ პროტესტებისგან. და რა უნდა მოხდეს თქვენი აზრით კიდევ, რომ როგორც მაშინ სომხეთში გახდა იძულებული, ისე ახაც გახდეს იძულებული. აუცილებელია, რომ უნდა პროტესტი იყოს ტოტალური, ძალიან მასშტაბური მთელი დღის განმავლობაში და უნდა იყოს ძალიან მძლავრი პოლიტიკური სპექტრი აქეთა მხრიდან, ეს არის სამოქალაქო, პოლიტიკური და პრეზიდენტი გაერთიანებული, ანუ უნდა იყოს ძალის ჩვენება. მე ვფიქრობ, დიდი დანაკლისია ის, რომ ამ გამარჯვებულ ოთხ პოლიტიკურ კოალიციას არ აქვს დღემდე რეალური კონკრეტული სამოქალაქო და პოლიტიკური პირებისგან შემდგარი მთავრობის შემადგენლობა, რომელიც გადაიბარებს ქვეყანაში ხელისუფლებას
ხელისუფლებას, რადგანაც მოქალაქეები უნდა იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ალტერნატივა ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე არის გაცილებით უკეთესი, რომელსაც შეიძლება ქვეყნის ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში მართვა და ეს არის პასუხისმგებლობა. სული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ამ პროცესს. ერთი მხრივ, ასეთ მარტივი კითხვა არის რა, ასე აპირებდა ოპოზიციური პარტიები ქვეყნის მართვას, ასე დეზორგანიზებულად 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა გაიმარჯვეს არჩევნებში? არა, რა თქმა უნდა. და შესაბამისად, რატო მართავენ პროტესტს ვერ მართავენ, ხო და საქმეც მაგაში არის, მაგრამ პროტესტის მიღმა პროცესს რატო ვერ მართავენ ისე, რომ დარწმუნდეთ, რომ ამ ადამიანებს შესწევთ ძალა მართონ ქვეყანა. ხო და უნდა დღეს დაგვანახონ, რომ შეუძლიათ ქვეყნის მართვა, რომ მოქალაქეებმა თქვან, რომ თქვენ ახლა ჩვენ ხელისუფლებას წავართმევთ ივანიშვილს, რომელიც მიტაცებულია და გადავაბარებთ აი ამ კონკრეტულ ადამიანებს და დავასრულებთ შეიძლება იმ წინადადებას, რომელსაც ვამბობდი, ივანიშვილს უნდა სახელმწიფოს მიტაცება, სადაც ყველაფერი ამ სახელმწიფოში იქნება მისი პირადი საკუთრება, დაწყებული ბუნებრივი რესურსებიდან, ტრანზიტიდან და საერთოდ ყველაფერი, ანუ შპს საქართველოს უნდა გადააქციოს საქართველოს, რაც არის უზარმაზარი საფრთხე, რადგან იქედაც გათავისუფლება უკვე შეუძლებელი გახდება. ამიტომაც მოქალაქეებს ესმით, რომ ახლა არ შეიძლება შეჩერება ამ წინააღმდეგობის მოძრაობის. გასაგებია. ანუ რამდენიმე ქვეყანა აღიარა ჩვენ ნახეთ, ხო? მათი არჩევნები მიულოცა პრეზიდენტასზე, მათ შორის ნუ გასაგებია სომხეთი, აზერბაიჯანიც არიან როგორც ნუ ჩვენი მეზობელი ქვეყნები. ხო ეს მეზობელ ქვეყნებს ზოგადად დე ფაქტო ხელისუფლების აღიარებაც კი უწევთ. და სირიის მაგალითი, როცა ტერორისტული ორგანიზაცია არის დღეს ხელისუფლებაში, მაგალითად შორის საქართველოში ალიევის გამო არ გაუკვირდათ ვიდრე ფაშინიანისგან, ხო? ფაშინიანი უფრო რაღაც დემოკრატად ითვლება მაინც. რა თქმა უნდა, თუმცა იძულებული არის და დამოკიდებულება არის დღევანდელ მათ შორის დე ფაქტო ხელისუფლებაზეც მეზობლების მხრიდან ეს უზარმაზარი საკითხები არის, მაგრამ შეგვიძლია იგივე სომხეთის მაგალითზე ვთქვათ, რომ ისევე როგორც სახელმწიფო წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან ძალიან დიდია მხარდაჭერა საქართველოსადმი, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ სომხეთის პრინციპში კურსი დღეს საგარეო პოლიტიკური არის ევროკავშირისკენ ინტეგრაცია და ბიძინა ივანიშვილი მეშვეობით რუსეთი ბლოკავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ასევე სომხეთის ევროინტეგრაციასაც. შესაბამისად, ეს ფაქტორი ბუნებრივია. კი ბატონო.